გამარჯობა მეგობრებო, ქინძის თესლის წყალი იცის, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ტვინის ჯანმრთელობისთვის შეკვის, გულის და გადამუშავების, საწმელის გადამუშავების სისტემისთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. კიდე თირკმელებისთვის არის ძალიან სასარგებლო. დღის ვიდეოში როგორ უნდა დალიო, რამდენი უნდა დალიო, რამდენი ქანი უნდა დალიო და რისთვის არის ქინძის თესლი სასარგებლო. ბოლომდე უყურე ვიდეო და არა მარტო უყურო, გააზიარეთ მეგობრებშიც, აუცილებლად გამოიწერე არხით. ეს უცხო არ არის მეგობრებო, საქართველოშიც და ნებისმიერი სამზარეულოში იყენებენ არომატისთვის, გემოსთვის ხინძი. ხინძის ფორთლებიც იყენებენ ცოცხალი და იყენებენ ხინძის ფხნილიც, მაგრამ ყოველთვის სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, ან უნდა დალიო სოცხლად, ან უნდა დალიო ქინძის თესლის წყალი უნდა დალიო, ან ჩაი უნდა გააკეთო. აქ შედის მეგობრებო ფენოლიკ მჟავა, რომელიც საერთო ჯანმრთელობისთვის, ადამიანის საერთო ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო. ეს მჟავა როცა შედის თქვენ როცა იგებს საჭმელი, ან აქ ამ ერთი შემთხვევაში ხინძის თესლი, ოქსიდური სტრესი შემცირდება. ოქსიდური სტრესი მეგობრებო როცა არის შემცირებული, ბევრი ქრონიკული დაავადები ასაკის მომატების დროს როცა მოდის, მაგისი რისკი ძალიან შემცირდება. ხინძის თესლი იცავს თავისუფალი რადიკალებისგანო ჩვენი ორგანიზმი. თავისუფალი რადიკალების კონტაქტში ყოველდღე მოვდივარ, ყველა წუთს მოვდივარ ჩვენ. მაგრამ როცა ჩვენ ჭამ სუფთად და იგებს საშუალებები, როგორც ჩემი კონტენტში ვესაუბრობთ ყოველდღე, მაშინ თქვენ შეგიძლია ბუნებრივი საშუალებებით შენარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა. ქინძის თესლები მეგობრებო უმატებს digestive enzymes, ანუ ფერმენტები, რომელიც ადამიანს ეხმარება საჭმელი რო გადამუშავდე, წესიერად გადამუშავდე. პლუს ნაგველა რო კეთდება, bile უფრო კარგად კეთდება, ნაჭამი საჭმელი, ცხიმი, პროტეინი რო კარგად გადამუშავდე. ეს რო კარგად გადამუშავდება, მაშინ გაზიანობის პრობლემა, პლუს ადამიანის საჭმელი ჭამის მერე შებირელობაც რო ბრძით, შებირება, ვითომ ერთი ლუყმა ჭამე და გაივერა მუცელი. იმ პრობლემისთვის მაგის წყალი საუკეთესოა. ადრე ხო გითხარი ერთ-ერთი კიდე ნიახურის თესლი, აჯვაინ რო ქვია ინდურად. იგივე ეფექტია ქინძის თესლებსაც. ლინალონი ერთ-ერთი ნივთიერება შედის ხინძის თესლებში, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სიამცირებს ანთების პროცესი. ხო გაგიგია მეგობრებო, კური მტკივაო, ანთება გრძელდებაო, ანთება არის ერთ-ერთი ესეთი პრობლემა, როცა ნებისმიერი ადგილზე ანთების პროცესი თუ წავა ძევით, მაშინ დაიბადება ახალი პრობლემა. ყოველთვის ჩვენ უნდა ვცადო, რომ ანთების პროცესი უნდა იყოს შემცირებული, დაბალი. მაშინ არ დავადები მალე. თქვენი კვებაში მოიტანეთ ხინძის თესლის წყალი. ან დაარქვი მაგას ხინძის თესლის ჩაი. ცხოველები ჩატარებულია მეგობრებო, კარგი კოლესტერინი იმატებს და ცუდი კოლესტერინი სიამცირებს. დიახ, ეს ხო წამალი არ არის, საჭმელია, საჭმელისთვისაა გამოყენებული ხინძის თესლი. ჩვენი კარგი კოლესტერინისთვისაც საუკეთესო საშუალებაა. იაფია, ყველგან იპოვება, არომატულია და მთელი ცხოვრება შეიძლება დალიო. ქინძის თესლი მეგობრებო ბუნებრივად აკეთებს დეტოქსიფიკაცია. გვიძლი ხო აკეთებს დეტოქსიფიკაცია. გვიძლის დაეხმარება ქინძის თესლი, რომ ძიმე მეტალები პლუს ტოქსიკები მოიყვანო თირკმელებიდან, ანუ შარდიდან გარეთ უფრო სწრაფ. ადამიანი თუ არის სტრესი, შეშფოთვები, ღამე ძილის პრობლემები,
ამ შემთხვევაშიც დაგეხმარება ქინჯის თესლის ჩაი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის ღამე უნდა დალიო ქინჯის ჩაი ძილის წინ. შიქვის პრობლემა ბევრი ხალხს. შიქვის პრობლემისთვისაც აიურვედაში ათასობით წლიდან იყენებენ ქინჯის თესლის წყალს. ეს წყალი კეთდება ღამე. უნდა დაჭყლიტო, დატოვო ერთი წიქა თბილ წყალში და უძმოზე უნდა დალიო. არა მარტო შიქვის, წონის დაკლებაშიც დაგეხმარება ეს წყალი. თუ თქვენ მთელი დღის განმავლობაში ჭამე სუფთა საჭმელი. ზედმეტი ნახშირი წყლები არა. ჯოგი დალევს ამას და მერე მთელი დღე ჭამს ტკბილეული და პური და ზედმეტი კალორიები, მერე ამბობს ამ წყალმა არ დამეხმარა. მთელი დღის ყვება ნიშნავს თქვენ წონაში როგორ დაიკლები. ეს არის დამხმარე. ნიახური, ისა, ჩია, ეს ყველაფერი არის მეგობრებო დამხმარე. თუ თქვენი რაციონში თქვენ უნდა იცოდე რა სჭამს, რამდენი ხარჯავს, წონაში დაკლება ყველაზე ადვილი თემა. ეს ვიდეო იყო ქინჯის თესლზე, როგორი სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. მაგის ჩაი როგორ კეთდება, დაახლოებით 1 ჩაის კოზი დაჭყლიტე ცოტათი, ნახევარი წიქა წყალში, დაახლოებით 150 მგ წყალში, როგორც სხვა ჩაის აკეთებ. ისევ დააკენე ჩაი, გამედალიე ძილის წინ, თუ გაჩუქებს სტრესი და ეგეთი პრობლემები, დანარჩენი ნებისმიერი პრობლემისთვის უძმოზე დალიე და დალევის მერე დაახლოებით ნახევარი 1 საათში არაფერი არ აჭამო. მაგარი საშუალება, გაზი, შებირელობა, შიქვი, ტვინი, კიდე კანში თუ გაჩუქებს რამე ინფექციები, ანტიბაქტერიულიც არის. ეს ჩაი გააკეთე, თუ კანშია ბავშვებს პრობლემა რაღაცა, ზევიდან ბამბით დასვით. ეფექტია ანტიბაქტერიულიც. იმედია მოგეწონება ვიდეო, გამოიწერე არხი, კარგად და სულიკავი ჯანმრთელი და ბედნიერი.